ეს ჩვენი YouTube არხია, Tapsuna და Andro და რა თქმა უნდა აქედან ბევრს შეგაწუხებთ და გთხოვთ რომ ეს არხი გამოიწეროთ. კარგი. რაზე უნდა გველაპარაკა ჩვენ პირველ ვიდეოში თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე? მე არ ვიცი. გული მიფანცკალებს, ვნერვიულობ, ვკვდები მექსიკა სამხრეთ აფრიკაზე ფიქრიდაც კი, რო რაფერი თქვა მესის თამაში. ამიტომ არსებობს ეგეთი ძალიან ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილის გზის გამგრძელებელი ბასტო, რომელმაც გითხრა რომ თქვენი პირველი YouTube ვიდეო უნდა იყოს ისეთი თითქოს მეორეაო. თითქოს მეორეაო ჩვენ ფილოსოფოსებს ვუჯერებთ და ვაკეთებთ მსოფლიო ჩემპიონატის ბრეკეტს. ასევე მადლობა Quizballs-აც, რომელმაც გარისკა და ჩვენთან დაიჭირა საქმე. იმედია გაამართლებს ეს ყველაფერი ჩვენი კოლაბორაცია. Quizballs-ზე მე ოდნავ მოგვიანებით უფრო მეც გეტყვით, მანამდე შეგიძლიათ შეაჭრათ ამ საიტზე და ისე ამბობთ, თქვათ ამ ვიდეოს ხურების პარალელურად მივიზამთ, იმიტომ რომ ყურადღება გაგეფანტებათ, იმას ჭირდება ყურადღება. იმედია ეს points მოგწონთ, ისე თქვენთვის შევქმნით, ვიშრომეთ. ქართულ ენაზე ბრეკეტი, მე მგონი, არცად არ ყოფილა, რომ ყოფილიყო ჩვენელ ვერსიას შემოგთავაზებთ. ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი სცენარი დავწეროთ, თუმცა თუ ძალიან ავწდებით 19 ივლისს თბილისის დროით ღამის 2 საათზე ძალიან არ დაგვრცინოთ და არ გვეჭხობოთ. წავედით, ბევრი ლაპარაკის გარეშე ჩემი აზრით age groups უნდა მივადგეთ და ვნახოთ რა ხდება. სამხრეთ კორეის რესპუბლიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ ჩეხეთი და მექსიკა. სამხრეთ მექსიკა. სამხრეთ არა მე ძალიან დაბალანსებული ჯგუფია ისე. Tapson, იქამდე სანამ მაგ ჯგუფის განხილვას დავიწყებდით, მე ვიტყოდი იმას, რომ წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მეც გავარტყი ჩემპიონი და შენც. ბიჭ მეც გავარტყი ჩემპიონი და შენც და მოყვა ეგ ისტორია, არ ვიცი, სადაც შუაში იმ გუნდზე რომ მივალთ ჩვენ, მან მოყვები ძალიან სასწილო ისტორია. ოკეი, ეს არის ძალიან დაბალანსებული ჯგუფი. ძალიან დაბალანსებული. 4 დაახლოებით თანაბარი სიძლიერის ნაკრებია და ვის უნდა მიანიჭო უპირატესობა თუ არა მექსიკას, რომელიც ლეგენდარულ აცტეკაზე ითამაშებს მინიმუმ 2 თამაშს. აბსოლუტურად კი გეთახმები, საშინაო მოედნის უპირატესობა ძალიან ბევრს ნიშნავს. მექსიკა შემადგენლობითაც ამ 4-ში გამორჩეული გუნდია. ძალიან კარგი სინთეზი არის ახალგაზრდა გამოცდილი ფეხბურთელების, თუ არსებობს ხიმენესი, არსებობს მორაც. მოგეხსენებათ, რომ არსებობს ასევე 4 წელიწადში ერთხელ დაბადებული, 29 თებერვალს დაბადებული ადამიანი. გილერმო ოჩოა, რომელიც ისევ ცოცხალია, ისევ მსოფლიო ჩემპიონატზეა და ისევ მზად არის იმისთვის, რომ თქვენ გააზიაროთ მისი ფოტოები Facebook-ზე. და ისევ მზად არის, რომ აიღოს გენიალური ბურთები. კი. ხო, მოდი მექსიკა გავიყვანოთ პირველ ადგილზე, ბევრი მაგაზე არ ვილაპარაკოთ, რა მე მჯერა რომ მექსიკა ამჯერას ვამბობ და გავა ბოლოზე და ვიქნები სასცილო, მაგრამ კარგი, ჩვენი აზრით მექსიკა არის. ხო, სასცილოები ვიქნებით ხალხო, იმიტომ რომ ამის გაკეთება რომ შეგვეძლოს ჩვენ ძალიან დიდ ფულს ვიშოვიდით და სავარაუდოდ YouTube-იც აღარ იქნებოდა, ოცნება და იქნებოდა რავი, YouTuber-ებს დავიქირავებდით და იქნებოდა რამე ეგეთი. აქ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ცხოვრების ბიუჯეტი ამოიკითხოთ, აი ანდრეს აი ამ 3 წიადადებაში. ხო, მექსიკა გავიდა პირველ ადგილზე, ჩვენი აზრით. მე მგონია რომ სამხრეთ კორეის ვარიანტი უნდა შემოგთავაზო თავისი კანონიებით, კიმინჯებით და ჰინმინსონებით. ხო, ვიღაცები აკლიათ კორეელებს და თქვათ ოპტიმალური შემადგენლობით ვერ წავიდნენ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, თუმცა მე ჩეხეთის თამაში ამჯერად ვნახეთ არ მომეწონა, 2 პენალტების სერია დაჭირდათ იმისთვის რომ გასულიყვნენ მუნდიალზე და თან სტანდარტულების დამოკიდებული გუნდია დიდად. და რავი, ვინმე თუ ყავს ლიდერი, გავარდა პრემიერ ლიგიდან. სოუჩეკი იქნება თუ კრეიჩი და პატრიკ შეკიც ვერ თამაშობს ანდრო სამწუხაროდ იმ ფეხბურთს, იმიტომ რომ მე ძალიან მევასება, სულ გულს შემატკივრობდი. სამპდორიაში გემახსოვრება შენ როგორც სერია ეს მაგარ კომაქს ხო და ვერ არის ინფორმაში. მძიმე ფიზიკური გუნდი აქ ჩვენ გამოვცადეთ. აქ ყველაზე კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მინახავს ოდესმე ისტორიაში. ჩემთვისაც და ალბათ არ ვიცი. მათ ჩემთვის მე ვისაც ველაპარაკე, ხანდაზმული იქნებოდა ეს ადამიანი ბავშვი თუ ჩემხელა, ყველა ერთ რაღაცაზე დაგხვდებოდა, რომ საქართველოს ჩეხეთის დროს რა პერფორმანსიც ნახეს ჯვაროსნებისგან, ეგეთი არავის არ არის. მე მსგავსი არაფერი მინახავს. კაი, ჩვენ ხა კორეა გავიყვანეთ მეორეზე, ჩეხეთზე ვილაპარაკეთ, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩეხები მიდიან მესამე პოზიციაზე. მე-4 ადგილზე მიდის სამხრეთ აფრიკა, ბაფანა ძირითადად ადგილობრივებზე დაფუძნებული გუნდი არის. მამელოდი სანდაუნსი და ორლანდო ფაიეტსი და ასე შემდეგ. ზის ქორწილის დროს ვაპამპეა პირამიდები. და შაბალალა Goal for All Africa და პიტერ დრურის საყვარელი მომენტი კარიერაში. თუმცა მე-4 ადგილი. თუმცა მე-4 და ღირსეული ადგილი სამხრეთ აფრიკელებო მთავარია მონაწილეობა. ბიჯგუფს მივოდექით კიდევ ერთი მასპინძელი კენედა არის აქ ბოსნიასთან, კატართან და შვეიცარიასთან ერთად. ესეც დაბალანსებული ჯგუფია Tapsonasi ჯგუფი. ძალიან ანდრო, ეხლა რომ ვუყურებ ამ ჯგუფს, ყველაზე მადის აღმძვრელად არ გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ალა-გალა საინტერესო პერსონაჟი. ეხლა ვფიქრობ, საერთოდ ეს რა ტურნირია? ხო, ანუ აქ შეიძლება და ყოფილიყო იტალიის ნაკრები, თუმცა ბიჭებმა ვერაფერი დაუპირისპირეს სიმღერას, რომელსაც ქვია I'm from Bosnia, Take Me to America.
კანადა ერთ-ერთი მასპინძელი ამ ჯგუფში არის სხვათა შორის. თუმცა კანადას მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს მოუგია ერთი მატჩიც კი. მე მგონია რომ ეს ის ტურნირი იქნება, სადაც მოიგებს კანადა. აქ ვართ. ბი ჯგუფზე კანადას თამაში არ მოუგია. კანადას მართლა ყავს საინტერესო პერსონაჟები, ალფონსო დევისი, ჯონათან დევიდი, ჯესი მარშე, შემდგომ კარგად ნაცნობი მწვრთნელი, რომელიც ჩვენ კოპა ამერიკაზე წავიყვანეთ. ნუ შენ არ ვიცი, მე უეჭველად წავიყვანე, მახსოვს არგენტინასთან, ვიტყვები, მეც წამიყვანია, სხვასთან წავიყვანე, არგენტინასთან. ხო, თუმცა უყურე. სწორი პროექტით მიდის გუნდი, ულაპარაკოთ, იმიტომ რომ 2017-ში იყო FIFA-ს რეიტინგში 120 და ეხლა არის 30-ში, პროგრესი თვალსაჩინოა, მაგრამ მგონია რომ ამ ჯგუფში არსებობს გუნდი, რომელიც ყოველთვის არის ნებისმიერ ეურო ტურნირზე თუ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი სტილით გამორჩეული შვეიცარია. კანადების ბრაზილია შეიძლება დავარქვათ შვეიცარიას, რომელიც ყოველ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპს ძალიან მარტივად ლახავს ხოლმე. ამ შემთხვევაშიც დიდად არ გასჭიროებიათ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა და მგონია რომ ამ ჯგუფს მოიგებს შვეიცარია, 2-0-ს მოუგებს ამას წესით. მეც მგონია რომ რაღაც ეგეთი უნდა მოხდეს. შვეიცარია ჩვენ გავიყვანეთ პირველზე, მეორე ადგილზე მე მაინც ჩრდილოეთის ციალის უპირატესობას კანადას მივაინჭებდი. ის ტიპები რო ჩამოვთვალე, მე მგონია რომ უფრო სახელოვანი ხალხია ვიდრე ბოსნიელთა ვეტერანები. მიუხედავად იმისა, რომ არც ალფონსო დევისი არის საუკეთესო ფორმაში და ჯონათან დეივიდსაც სეზონი ჩაუვარდა რეალურად იუვენტუსში. შეგონია ეხლა მე ბოსნიელი ვარ, პირიქით ბოსნიაზე ვარ ყველაზე მეტად გაბრაზებული, იტალიის ნაკრების გარეშე რო დატოვა მე რამდენი მუნდიალი უკვე, მაგრამ მგონია რომ გაასწრებს კანადას. კაი, წავიდა მაშინ ბოსნია ჰერცეგოვინა მეორე ადგილზე. ოკეი, და შემდეგ მივადექი ჯგუფს, სადაც პირველი გუნდი უნდა შევხვდეს იმ 8-დან. კაი, ჯერ კატარი რომ მეოთხე არის, ეგეც თქვათ, უბრალოდ კატარზე არ გვილაპარაკია, წინა მუნდიალის მასპინძელი და აზიის თასის გამარჯვებული უახლოეს წარსულში. თან გეოპოლიტიკური სიტუაციაც ვერ აქვს გარშემო დაალაგებული და შეიძლება მაგანაც იქონიოს გავლენა, იმიტომ რომ რაღაც დისკომფორტი შეექმნათ ფეხბურთელებსო, როგორც წავიკითხე. არა მხოლოდ კატარელებს პრინციპში ყოველს. მივედით ჯგუფში, სადაც გამოძინებულია პირველი გრანდი? ხო, პირველი გრანდი ალბათ 8 ისეთი გუნდია, რომლის გამოყოფას და გამარჯვებას შეიძლება ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. 9 იქნებოდა იტალია რო გასულიყო, სახელით ვამბობ და არა მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება ეხა ნორვეგიას მაგალითად უკეთესი გუნდი ყავდეს ვიდრე ჰოლანდიას. უბრალოდ ვამბობ მაგალითად. კარგი. სელესაოს გულისხმობ, ანუ ბრაზილიის ნაკრებში. და პირველი ეგეთი სააფიშე საიმიჯო თამაშიც გვექნება ბრაზილია მაროკო, რომელიც ჩვენ დროს ნორმალურ დროს დაიწყება 2 საათზე და შეგიძლიათ ცეტენ და სპორტზე დააკაკუნოთ თუ შარლეს თეატრის კარზე კაკუნი თქვენთვის ღმერთმა არ გაიმეტა. და ასევე უყუროთ ლაივ ვიდეოს, რომელიც გვექნება ჩვენ ერთად პირველად ჩვენს ახალ არხზე, სადაც ხართ. ლაივ სტრიმი ბრაზილია მაროკო, ამას ვაპირებთ რა გამოგვივა, ამას თქვენ ყველაზე კარგად ნახოთ. კაი, კარლო ანჩელოტი, ნეიმარი იქ არის, რაფინიაც არის, ვინისიუსიც, ენდრიკი თამაშობს კარგ ფეხბურთს და ვესლი აღარ არის, თუმცა ედერსონი მოაბრუნეს შვებულებიდან და მაინც აიყვანეს ამერიკაში, ალბათ უარზე არ იქნებოდა არც ის და არც მისი მეუღლე, რომელიც წავიდა ტანსაცმლის საყიდლად ედერსონისთვის. მოდი, ბრაზილიის ნაკრები ჯგუფიდან აუცილებლად გავა, მაგრამ პირველი ადგილით გავა. ერთ-ერთი კითხვა გვაქვს, პირველი ადგილით გავა თუ არა? ანდრო, მე აქ ვუყურებ მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს და ვუყურებ ქვეყანას, რომლის საუკეთესო შედეგით ისტორიაში არის ნახევარფინალი. მით უმეტეს მაროკოში დიდად არ უხინ ცხოვრება, რეგრაგი წავიდა. აფრიკის თასის მერე. თასი, რეგრაგი წავიდა, თასი თავისუფალია. თასი სად არის კაცმარიც? სენეგალში სამხედროები ყარაულობენ. აბდეზაზული დაიმტვრა და 60 კვირას გამოტოვებს. არის შანსი რომ საერთოდ მოიღონ განაცხადეთ. კი, აშრაფ ჰაკიმის გუნდია, ბონუს კარში იდგება, მაროკოს თავის ტექნიკური ხელწერა სულ ექნება. ბრაიმ დიასი პანენკას თუ არ შეასრულებს, ისე კარგად ითამაშებს, იმიტომ რომ აფრიკის თასზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი ალბათ არ არის იმისთვის, რომ პირველი ადგილი წაართვან სელესაოს. სოლიდური გუნდია მაროკო და მომდევნო 5 წელში მგონია რომ კიდევ უფრო ძლიერი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანამასპინძლები იქნებიან მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატის, მაგრამ ახლა პირველობისთვის ცოტა ადრეა. ბრაზილია პირველზე, ჩვენ მიერ ასე ხშირად ნახსენები მაროკო მეორეზე. მესამეზე კი იცი ვისაც გავიყვან. ჰაიტის ნაკრები, კი ბატონო. არა, რა თქმა უნდა, არა, ტარტანის არმია, სკოტ მაკტოვინეი, თავისი აკრობატული ნახტომებით, ინდი რობერტსონი, გიჟი სკოტები მგონია რომ ამ ჯგუფიდან გაძორებიან და მოუგებენ ჰაიტის, რომლის მწვრთნელსაც ქვეყანაში არ უშვებენ საერთოდ, ისე არიან მასზე გაბრაზებულები და აი ეგ რაღაცები მე მგონია იმოქმედებს თლიან ამბავზე და ატმოსფეროზე, რის გამოც ჰაიტის უბრალოდ ძალა
არ ეყოფა იმისთვის, რომ შოტლანდია დაამართოს, რომელიც არგენტინა არ არის, მაგრამ შოუს ჩუქებას აპირებს. ძალიან ცხადი სურათია სიმღერის მელოდიას. კი ბატონო, ცხადი სურათი არის სამი გუნდი, რომელიც უეჭველად გავა ამ ჯგუფიდან. D4-ეული, ამერიკის შეერთებული შტატები, პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი. თავარი მასმეძელი ქვეყანასაც ფინალი გაიმართება, ქვეყანა რომელსაც წვრთნის ნაკრებს, წვრთნის მაურისიო პოჩეტინო, თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი არის ნაყოფი, მაგრამ მას შემდეგ არაფერი გამოვიდა არსად. მარც ლეო მესისთან პარი სენ-ჟერმენში. და მათ შორის არც ამერიკის ნაკრებში ბრწყინავს დიდად პოჩეტინოს ფეხბურთი, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ტერიტორიული უპირატესობა თითქმის ყველა მსგავს გუნდთან აქვს, რომელიც ყავს ჯგუფში, მაინც დიდად ვერ ბრწყინავენ და მაინც პოჩეტინოს წასვლაზე ლაპარაკობენ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის მიერ. კი, პოჩეტინო გუნდებს არჩევსო, მაგასაც ამბობენ საკლუბო ფეხბურთში დასაბრუნებლად ემზადება, მაგრამ მე მგონია რომ თურქეთი არის ყველაზე ღია კონკურენტი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში და თურქეთი არის გუნდი რომელსაც ძალიან ველოდები იცი ხე შენ არდა გიულერის სადმის სიმპათიების გამო რაღაცებს მეჩხუბებიან ხოლმე ამბობენ რომ ეგეთი მაგარიც ვერ არის ვინ გონია არდა გიულერი და ასე შემდეგ მაგრამ მასზე კარგი ფეხბურთელი ამ ჯგუფში არ არის მასზე კარგი ფეხბურთელი კრისტიან პოლიშჩი არ არის ნამდვილად შეიძლება კენან ილდიზია და ჯერ არ ვიცით მაგრამ ნახოთ ამ ეტაპზე ჰაკა ისევ თავისიანი თუ გაუწევს კონკურენციას თურქეთი მოდი გავიყვანოთ პირველ ადგილზე იმიტომ რომ მე ვნახე როგორ გააცილეს თურქები სოფლიო ჩემპიონატს და შენ თუ მაგნიშნით გაკყავს აქ პირველ ადგილზე გუნდი უნდა გენახა პარაგვაი როგორ გააცილეს ხო და პარაგვაიც გავაცილეს ხო არ გინახავს როგორ გააცილეს ნახე ანუ წითელი ყველაფერი ჩვენ შეიძლება აქ ფოტო ამოვანეთოთ და მაგას ვეცდებით მაგრამ თქვენ კადრებიც ნახეთ თუ შეიძლება პარაგვაი როგორ გაუშვეს სახლიდან მუნდიალს. მე თურქებს არ გასწრებთ. მაგრამ სანამ მაგას ნახეთ ბრაზილია როგორ აკურთხეს წყლით, ან ბრაზილიის ნაკრების თვითმფრინავი აფრენა. ჩვენ კარგად გაცილებულები და კარგად დაკურთხები ყველა გავყავს ჯგუფი და ჯერჯერობით. კი, და როგორც იოჰან კროიფი ამბობს, ესპანეთში ღმერთი რომ არსებობდეს, ყველა შეხვედრა ფრედ დასრულდება. მაგრამ ჩვენ ესპანეთში ამ სოფლიოში. ესპანეთში უბრალოდ ლიგაში. კაი, თურქეთი თავისი არდათი, კენანი, ჩალხანოღლუთი, აქტურქოღლუთი, კიდევ ვიღაცებით და მართლა ტოპ შემადგენლობით ჩემთვის პირველია, ანდროსთვისაც, USA თავისი პოჩეტინოთი მეორე, პარაგვაი, ავსტრალია. მე უეჭველად პარაგვაის ვირჩევ. მეც პარაგვაის ავირჩევ. პარაგვაი მესამეა, ჩვენს ავსტრალია მეოთხე. წავედით I ჯგუფი. გერმანია, კურასაო, კოტ-დივუარი, ეკვადორი, აქ რაღაცები იმალება ჩემთვის მართლა. გეტყვი პირველ რიგში რა, ნუ გასაგებია პირველზე ვისაც გავიყვანთ, ვიტყვით რა ალბათ რომ მე ეს ჭირს ცოტა პრობლემურია, ასე შემდეგ, მაგრამ გერმანია ყოველთვის გერმანია და ეს პირველი უნდა იყოს. პირველ ადგილზე არ ვიფიქრებ. არ ვიფიქრებ. მეორეზე ძალიან ბევრს ვიფიქრებ. ბიჭო, მეორეზე არ ბევრს ვიფიქრებ, იმიტომ რომ შეიძლება ამ ტურნირის აღმოჩენა მივიღოთ 2-დან 1. მე სპილოებისკენ ვარ. მე ჰარამბოლისკენ? ეკვადორი ხო იცი რომ ჰარამბოლს თამაშობს? ეკვადორი ძალიან ცოტა გოლს უშვებს. მთელი ციკლი გაიარა. შესანიშნავად მეორე ადგილზე გავიდა. ეგ უნდა მეკითხა ახლა ადამიანებს. ხალხო, თქვენ იცით რომ ადგილზე გავიდა სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლში ეკვადორი? მეორე ადგილზე გავიდა. დავასპოილერე ხალხი, მეორეზე გავიდნენ, მაგრამ ძირითადად იმის ხარზე გავიდნენ, რომ კარგი დაცვა ყავთ. ყავთ მოიზეს კაისედო, პიერო ინკაპიე, პაჩო, კენდრი პაესი, ჩემი ძალიან საინტერესო გუნდი ყავს. შემდგარი ვარსკვლავი. არც კოტ-დივუარს ყავს ცუდი გუნდი, იმდენად დაბალანსებული გუნდია, რომ შეიძლება, რა ვიცი, მანჩესტერის ფეხბურთელი ამა დიალო ძირითადად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს. არის მაგის შანსი, ასევე შეიძლება დაგვირდიან დიომანდეს, რომელიც ავარაუდოდ მინიმუმ 100 მილიონად წავა რომელიმე დიდ გუნდში. შეიძლება ეს გუნდი იყოს პარი სენ-ჟერმენი, ანაც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ძლიერი ძალა. მოკლედ, მეც სპილოებისკენ ვარ. აქ რადგან სპილოების თამაში უფრო მომწონს. კურასაო მეოთხეზე ძალიან ხშირად მოიწვია. ფოფანები და კოტ-დივუარი მეორე ადგილზე, დიომანდესთან ერთად ეკვადორი მესამეზე და კურასაოს ჩვენი პატივისცემა რომ აქამდე მოვიდა. ძალიან ხშირად მოისმენთ იმ ფრაზას, რომ ეს არის ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც ოდესმე გასულობს სოფლიო ჩემპიონატზე. 150,000? შემიმოწმეთ ეგ 150,000 ადამიანი ცხოვრობს. კი, ეს დაახლოებით და გლდანში რამდენი ადამიანი ცხოვრობს? 300-ზე მეტი. სად ხართ? რატო არ ხართ სოფლიო ჩემპიონატზე გლდანელებო? კურასაო ბოლოზე წავედით F ჯგუფში. ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი, ტუნისი აქ გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. მოდი ბევრი არ ვილაპარაკოთ, ნიდერლანდები დავტოვოთ ანდრო ულაპარაკოთ პირველზე და როცა საპლეიოფ ოჯახი იქნება. მე ვთქვათ, არა. გამოვაკეთოთ. მე ამჯერად ნიდერლანდების ნაკრების ხალხი. ამ ეს პირველზე არ გახავს?
მე მგონია რომ 8-ვე ფავორიტი, ჩვენ ხო თქვით 8 ნაკრები არის ის რომ მის ფავორიტი. ხო. 8-ვე გავა პირველ ადგილზე, ეგრე იცნობ შენ მსოფლიო ჩემპიონატს? ეგრე არ ვიცნობ, მაგრამ მე მგონია რომ ნიდერლანდების ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი იყო შემოიღო. ნიდერლანდების თუ გავა პირველს, აბა ვინ არ გაგყავს პირველს? 8-ვე გაგყავს. იცი რა, ჩვენ იდეალისტური სცენარი შევადგინოთ და დანარჩენი საფეხბურთო ბედის წერა მთქვეს. მივანდოთ. კაი, მოიცა ამ ჯგუფში შენ გაგყავს თუ არ გაგყავს პირველ ადგილზე, ეგ მითხარი, კაცო. არ გაგყავს. თუმცა გავიყვან ახლა. კარგი, ნიდერლანდები მე პირველზე უნდა გავიყვანო აუცილებლად მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშები საზიზღრად ითამაშეს. მეორე ადგილზე მე უნდა გავიყვანო იაპონიის ნაკრები. რატო? იმიტომ რომ მიტომა უნდა გეთქვა, მაგრამ ვერ მეტყვი, იმიტომ რომ არ მიდის მსოფლიო ჩემპიონატში. რატომა უნდა გეკითხა მაშინ რა. ხო, მიტომა ჩემი ჟანრი არა ეს ხუმრობების უბრალოდ ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა. ეგ არის გიორგი ფოფხაძის. გიორგი ფოფხაძის და მაგიტომ მაგის კოტას ვიცავდა. იაპონია რატო გამყავს მე რატო გეტყვი. ასევე ვნახე ამხანაგური შეხვედრა და ბიჭო ძალიან ორგანიზებულ გამართულ ამას ფეხბურთს თამაშობ. რობოტები ეძახე შენ და აქვთ ძალიან დახვეწილი პატერნები, არ მინდა ეს პროფესორებად რომ აქვთ კარგი თქვი პატერნი. კარგი რა, ხო. კარგი. რას ქვია, კარგი გუნდია? ჩვევები და ქცევები აქვს ძალიან კარგი. გულშემატკივრებსაც ალაგებენ სტადიონს. კი, გახსოვს კატარის მუნდიალი. დაალაგებენ ახლაც ჩრდილოეთ ამერიკაში. და ასევე ხარო დაიკიდო და დაანაგვიან. დაალაგებენ. შონსუკე ნაკამურა არის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. ძალიან კარგი ამბავი რა. გეუბნება ეს. ჯარიმას ვერ შეასრულებს კოსტუმით. კაი, გავიყვანოთ მეორე ადგილზე იაპონია, იმის გათვალისწინებით რომ შვედეთი ძლივს გაბობღდა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრ ისაკი შვედია და რამდენიმე დღის წინ ძალიან მაგარი გოლი შეაგდო. და ჯინსებიანი ფორვარდის მანდ არის ყოლჩახ თავსთან რომ ისიც არ გამოტოვე და ისაკიენი კარგი გუნდი ყავს, კარგი დაბალანსებული გუნდი ყავს შვედეთს. და ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს რომ ტომასონი მოაშორეს იქიდან რომელიც შეიძლება ჩანერგილი იყო დანიიდან და გრენ პოტერს ჩააბარეს გუნდი. კაი, მესამეზე გავიყვანოთ შვედეთი ბევრი ლაპარაკის გარშე და მეოთხეზე ტუნისი. ტუნისი შენ გევასება თუ არ გევასება? ანუ ტაფსონას აქვს თავისი პრეფერენციები ჩრდილოეთ აფრიკაში და ტუნისი სად ხვდება? ტუნისი ვერსად ვერ ხვდება ტაფსონას გემოვნებაში. ტუნისი აქ ერთადერთი დამსახურება ხალხო ფეხბურთის წინაშე. ტუნისმა სამყაროს აჩუქა ატემბენ არფა, რომელმაც მაინც საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და მაქვეყნის ნაკრებში ითამაშა. ისე ვახბი ხაზრი დაიტოვონ იმაში რა ქვია, ესპერანსაში და ასე შემდეგ რა გუნდები წავთ დამავიწყდა. ტუნისი მაგ გემოვნებაში ვერ არის, ჩემთან არის მაროკო, ალჟირი და პრინციპში მორჩა მაროკო და ალჟირი მეოსე. გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე, რომელსაც ჯით მოიხსენიებთ. სადაც არის ბელგიის ნაკრები, რომელსაც ნერწყვი მომდის ისე მინდა რომ პირველ ადგილზე არ გავიყვანო, მაგრამ მე უყურებ დანარჩენებს და როგორ არ გავიყვანო პირველ ადგილზე. ბელგია როცა იქ არიან ირანი, ხო, საერთოდ ეფიქრებათ ფეხბურთზე. აუ არ ვიცი, ძალიან ძიმე რაღაცების გავლა უწევთ და ზოგადად ეგ მუნდიალი ამით გამოირჩევა. ამერიკაში რო უწევთ. კი, მე რაღაცები არ მომწონს ახლა აქედან მოვიტყვი, ძალიან ცუდი მიდგომა, მაგრამ ამერიკა როგორც იქცევა ფეხბურთის იდეას როგორც იქცევა არ მომწონს. ახლა არ შეუშვეს სომალელი მსაჯი მაგალითად, რომელიც არის 2025 წლის საუკეთესო მსაჯი აფრიკაში. და 11 საათი ყავდა დაკითხვაზე და დააბრუნეს უკან. წარმოიდგინეთ, ტიპისთვის ალბათ ხალხო, ანუ რა ვიცი, ცხოვრებაში უკეთესი რა უნდა კონდეს პროფესიულად. მეც რას უნდა მიაღწიოს. დაიმსახურა მსოფლიოზე მსაჯობა, FIFA-მ შეიყვანეს სიაში და ამერიკამ არ შეუშვა. ამერიკამ არ შეუშვა გულშემატკივრების დიდი ნაწილი. ამერიკამ არ შეუშვა ერაყელი ფეხბურთელი. ჟურნალისტებთან დააწესა ძალიან მკაცრი კონტროლი. უძვირესი არის ფრენა, უძვირესია თამაშის ბილეთი, უძვირესია საჭმელი, პარკინგი, არ ვიცი, მე ასეთი დიდარი ფეხბურთი არ მინდა. ეს ღარიბების თამაში არის და იან რაიტის სიტყვა ნახეთ, ჩემზე კარგად გამოუვიდა რაღაცების გაკრიტიკება. არასწორებს რა მოკლედ ეგ ამბავი და არ ვიცი, ირანი რასიზმს ან რატომ მოვაყოლე ირანს, კი მივხვდი მაგას, მაგრამ ირანი ჯგუფიდან გავა. სრულად გეთანხმებით აფსონ, ირანი ჯგუფიდან გავა, მეც ეგრე მგონია და გაასწორებს ამერიკა ირანი რო ნახოთ. არ ვიცი იმათვის როგორ გაასწორებს ირანელებს და ამერიკელებს, მაგრამ დანარჩენი სოფლიოს თუ გაასწორებს. წინა სოფლიოზე ვნახეთ ამერიკა ირანი თუ გახსოვს. მაგ დროს ეგეთი ცეცხლოვანი და არა, რა თქმა უნდა, ეგეთი არ ყოფილა. კაი, ბელგია ჩვენ გავიყვანეთ პირველზე, მოჰამედ სალახს პატივი ვეცით და გავიყვანეთ ახალ ზელანდიაზე მაღლა. ანუ წინ და მესამე ადგილ. ანუ არის მე ვფიქრობ, რომ ირანის ეგ мотиваცია ეგვიპტესაც კი გადაწონის? არ ვიცი, მაგრამ გული მაგას მარამუშ და სალახს. არ ვიცი.
მაგრამ სალაჰის დონის და მარმუშის დონის ინას ვინ ყავს? კაი, აგიყვანა ეგვიპტე მეორე ადგილზე. ანუ ჩვენ ხო ისეთ სიას ვაკეთებთ, რომ ნიდერლანდები ხო პირველ ადგილზე გავიყვანეთ, იმიტომ რომ ხო უფრო ჟღერს. ჩვენ გვინდა რომ იდეალური მსოფლიო გამოვიყოთ. ეს არ არის პრედიქშენი, მეგობრებო. წინასწარ გეტყვით მაგას. ჩვენ იდეალური მსოფლიო სხვაწყობთ დიდი თამაშებით. აი დიდი თამაშებში მე უკვე ნახოთ რა მოხდა. კი. ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია. ოკეი. ახალმა ზელანდიამ რიჩი მაკოუს და დენ კარტერს დაუთმო სცენა. აი შემდეგ ჯგუფზე, ანუ პირველ ადგილზე საერთოდ ვილაპარაკოთ ესპანეთის ნაკრები. ავტომატურად ჩასვი მან. სადაც არის იქ არის ესპანეთის ნაკრები. დანარჩენები არიან კაბო ვერდე, საუდის არაბეთი და ურუგვაი. ურუგვაი მე რომელიც ძალიან ამომწონს. მიუხედავად იმისა, რომ უემბლიზე მოიგო ვალვერდეს გმირობებით და ფედერიკო მშვენიერი ფეხბურთელია, თუმცა ფედერიკოს გარდა ვინ ყავს ურუგვაის? ურუგვაის გადაბერებული დაცვა. არაუხო, ნუნიესი, დერესკაიტა, მაგრამ სახეები რომელიც ხო, ნუ ნუნიესი ეკუთვნი. არა, ჩემს უნდა იყოს რა საუდის არაბეთს. საუდის არაბეთს უნდა იყოს. მაგას საუდის არაბეთმა და მარსელო ბიელს აკავს, რომელიც ასევე გაბრაზებულია მსოფლიო ჩემპიონატზე და არ ვიცი აქ რატო უნდა ვთქვა, მაგრამ გეტყვით რომ იძახის. ისტორიაში ყველაზე ცუდი მსოფლიო იქნება. თქვა მარსელო ბიელს. შეიძლება არ შეცდეს ელ ლოკო. მაგრამ ელ ლოკო და ურუგვაილები გავიყვანით მეორეზე, საუდის არაბეთი გავიდა მესამეზე, კაბო-ვერდე გავიდა მეოთხეზე. ოკეი. წავედით. საფრანგეთი, სენეგალი, ერაყი, ნორვეგია. გრუპ I, რომელიც სიკვდილის ჯგუფად შეგვიძლია ვაპოზიციონიროთ. სიკვდილის ჯგუფი აქ არ არის, იმიტომ რომ რა ვიცი 4-დან 3 გუნდი გადის უმრავლესობიდან, 8 ასეთი ჯგუფი არსებობს. თუმცა აქ ნახავთ 3 ისეთ გუნდს, რომელიც FIFA-ს რეიტინგში არის ტოპ 25-ში და რომც არ იყვნენ ესენი ტოპ 25-ში, მაინც საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია. სამივე გადის, ერაყი მეოთხე ადგილზე ძალიან დიდი ბოდიში ერახს. ერთ-ერთი გადაწყვეტოს მეორე მესამე ადგილის ბედი. სენეგალი პირველიც, რავი, საფრანგეთი გავა პირველზე? კი. ანუ ყველა გავა 8-ვე? საფრანგეთი თუ ვერ გავა პირველზე, აბა ვინ გავა? საფრანგეთის კონკურენტები ყავს და მაკონჩი. ნორვეგია და სენეგალი აფრიკის თასის ჩემპიონია. თან, რავი, საფრანგეთი ეგეთ დამაჯერებელი ვერ ჩანს. როცა შეგიძლია რომ შენ ისეთი პასუხი გაცე კითხოს, რომელსაც აი ყველა სხვა კონკურენტი გუნდი გაცემდა რუსეთში. თუნდაც არასწორი იყო, ეგ უნდა გააკეთო. ყველა იტყოდა რომ საფრანგეთი გავა პირველზე. საფრანგეთი გავა პირველზე. მითხარი სენეგალი გავა მეორეზე თუ ნორვეგია? მე გადავწყვიტო? არა. სენეგალი. იცი რატო? მე სენეგალი მაქვს. ნახე მეორეზე სენეგალი დავში. ხო, ტემპერატურა გავითვალისწინე, ხო, ვიკინგებისთვის მარტივი არ იქნება თაკარა მზის ქვეშ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გავითვალისწინოთ, ხანდახან საერთოდ დავიკიდოთ. ნუსა, ოდეგორი და ჰოლანდი კი ტოპ, მაგრამ შეიძლება ჩვენი ვარაუდები სრული სისრულე აღმოჩნდეს. კარგი. აქვე. არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია 4 წლის მსოფლიოს დაწყებამდე ჩავწერეთ ვიდეოს ეტენდაზე, სადაც ვამბობდი, რომ არგენტინა იყო ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი და ეს ვიდეო ეტენდა სპორტის Facebook გვერდზე დაიდო, მას მერე რაც საუდის არაბეთთან დამარცხდა არგენტინა. წარმოგიდგენიათ ხო რა ხდებოდა? წარმომიდგენია როგორ უყარხარ ადმინს. ოკეი, არგენტინა გავიდა პირველ ადგილზე. კი. მიუხედავად იმისა, რომ დაიმტრა ბალერდი. ოხ, ძალიან ენერგიულებენ ბალერდის. მაგრამ არის ნიკო პასიენტრო, რომელიც ითამაშებს ამ ეს ძალიან უხარია ანდროს, იმიტომ რომ ნიკო პასი მაგრა ევასება სერიას სამწო ფეხბურთელი გონია ეს. ტამსონა ლობირებს ჩრდ აფრიკელ ერებს, მაღრიბ ელებს და მე ალჟირი გამყავს. ჰა? დაუპირისპირდები ტამსონას. ანუ მე გადმოვედი შენკენ თუ შენ გადმოხვედი? აი, წაიყვანე ეს ავსტრია მესამეზე, მაგრამ რა ვიცი. მე მჯერა მაინც ამ მუნდის ხალხო დაიმახსოვრ. თუ გავარტყავ, დაიმახსოვრ, თუ ვერ გავარტყავ, დაივიწყე. ხო, პრინციპში ჩემთანაც არა, ჩემთან ეგეც შეთანხმება გქონდა. არაფერი არ დაივიწყოთ ორივე შემთხვევაში, რა თუ გავარტყავ. მე არ დამირეკოთ ანდრო, რომ შენ ავსტრიას რომ მოვდიო და რაღაც. უაფშე დაიგიდეთ, ეგამო. კაი, ალჟირი, ავსტრია და იორდანია. კაი, ავსტრია მესამეზე, ალჟირი მეორეზე, ქვიზბოლს მადლობა, იორდანია მეოთხეზე. K ჯგუფი, პორტუგალიის ნაკრები, DR კონგო, უზბეკეთი და კოლომბია. წავიდეთ ჩვენ პორტუგალიის პირველ ადგილზე. კაი. კოლომბია არის მეორე? კი. აი კონგო მე მგონია რომ ძალიან იბრძოლებს და მგონია რომ ძალიან საინტერესო. ის შეუშვეს ამერიკაში? ვინ? კოსტუმით რო დგას კონგოს სრობილი ფანი. არა, არ შეუშვეს მე მგონია. არა, ახლა ყოველ შემთხვევაში. ეგეთი არც პლეიერ არ მინდა და? თან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა არის, სახელი ამ ქვეყნის უზბეკეთში როგორი რესპუბლიკაა? უზბეკეთში არის, ხო შორის მე უზბეკი ტაქსისტი შემხვდა და მითხრა რომ გაგაოცებთო? არა, აღარ დავბრუნდები სამშობლოში. გვინდა დავიტოვოთ? აღარ დავბრუნდებიო და არაფერი ხდება, ხო? ხმერთო ისეთ რეაქციას მეყავდა რომ შემეშინდა, ხო მართლა. აი გაიყვანა მეოთხეზე მოაშორე.
საინტერესო მე როგორ სახლი ხარ გენატრება და რაღაცა რა სახლია ზელი დამბრუნებელი რაღაც სახლი ან გურია დაბრუნებელს ჩემი დაბრუნებელს ხო და ჩემი სახლი გურია არის გურია არის არა ეს მე მოვიგონე რა უბრალოდ კარგი ამბავი იქნება რომ უზბეკ და ტაქსის შევყვარდეთ გურია და აღარ დაბრუნდეს ამ შოუს ძალიან საინტერესო იქნება კარგი უზბეკეთი ბოლო არის მაგრამ ბიჭო მე აი კონგო რაღაცაირად მომწონს კონგოს შემადგენლობა ის ხალხი როგორია რომ ჩავხედოთ ერთმანეთს όλს ყველა ვიცი რესპექტაბელური რესპერო ძალიან კაი და დიდი რას ამოწყობე მადლობა ლეგენდარული ზურათ ალყვა აუცილებლად უნდა მოვიდეს ჩვენ არზე სადღაც გპირდები კაცო ზურათ ალყვა თემატურად მოვაყოლებთ გზას ფეხბურთიდან კალათბურთამდე იმიტომ რომ ფეხბურთის კომენტირებით დაიწყო ყველაფერი მინდა მეც ფიზიკური მონსტრი ხო ლებრონი ხო მეოთხეზე უზბეკეთი მესამეზე ერთად ის ტაქსისტი საქართველოში უზბეკეთი უკან სამშობლოში ინგლისი ხორვატია განა პანამა ეგენის გავლენ ხა პირველ ადგილზე 7 დარჩა 7 თუ გავიდა ესეც პირველ ადგილზე გავლენ ყველა ფავორიტი თუ გადის პირველ ადგილზე რა თქმა უნდა ინგლისი პირველ ადგილზე ხო ანუ ფაულებრივად ესეთებზე არ ვფიქრობთ ინგლისი პირველ ადგილზე გავა კროეიშია გავა აუტებით კუთხურებით რაისით თუ საკათი და ჰარიკეინით რაისიც ესე უნდა მეთქვა იმიტომ რომ მაგრამ ევასება დეკლან რაისი გავა პირველ ადგილზე ხორვატია დაბს ისე ვიგივე გუნდია ვინც დავტოვეთ ერიშიჩი მოდრიჩი აი რაკეტიჩი რას ერჩოდა თავის თავს რატო არა მაგრამ წინა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი აფსეთის შემოქმედი იმედგაცრუების და სენსაციის ბოდიში ნეიმართან ხორვატია გავა მეორეზე ზლატკო დალიჩით ისევ დაურ შუკერით და ზონიმირ ბობანით ხორვატიის all time 11-ეული მეორე ადგილზე და რა სიტყოდი შენ განური ფეხბურთის პროგრესზე ბოლო 10 წლეულში მოკალი გასაგებია და ვისი ბიჭია მიტუნას ბიჭები მესამის მარტო იმიტომ რომ მიტუნას ბიჭები არის განა მოკალი პანამა მოკალი ჩვენ ბრეკეტის ბოლოს ცოტა მძიმე სამისლებოდ ხა თქვენ რომ აგაშენებდით ხო გაგამდიდრებდით ეს ორი ადამიანი გეტყუდათ იდეალურ გზას როგორ უნდა გამდიდრდეთ სოფლიო ჩემპიონატზე და გამოიწვიოთ ყველა რამდენი თამაშია ჯამში შენზე პირადიცი 104 თამაშის სანი შენზე პირადიცი ხოლმე არ ვითვლი თამაშებს მართლა იმიტომ ეს ვიცი კარგი დავგიდეთ განა მესამეზე პანამა მეოთხე ხა ჩვენ მესამე ადგილოსნებს საუკეთესოები უნდა ამოვარჩიოთ და იცით ამოვარჩიოთ მეოთხე ადგილი ნახოცა და ყველა წყალწახებული კაცო მე ვიცი რა როგორც ავსტრია ხო უნდა გავიყვანოთ შენ ამას იბრძოდი ხო ავსტრია უეჭველ შვედეთსაც ქონდა ექსადერბება შვედეთს უნდა გავიყვანოთ ეკვადორის მინდა ეკვადორი გავა ალბათ ნორვეგიის გარეშე არ მინდა ეგ 4 სტივ კლარკის ტარტან არმიაზე რა ჰაიტის მოგებენ იტყოდი სამი ქულა ხო ეყოფათ ხა ამაც სამი ქულა მეტ წილა ალბათ კარგი ბურთების ბალანსი კი რა მითხარით კონგო კანადა ირანს შორის ვის აირჩევთ სანახავად არა კაცო ვინ გავიდოდა შენი აზრით ვინ იქნება საგვეცემ რავი იმ ტაქსისტის მონაყოლს თუ გავითვალისწინებთ კონგო უნდა გავიდეს აქ იმიტომ რომ მოუგებს ალბათ კომფორტულად უზბეკეთს კი ბიჭო კონგო კაი გუნდია უზბეკი ვინ იცი უზბეკი ერთი ვიცი ორი ვიცი მართალია შომუროდოვი და ხუსანოვს კარგი სეზონი ქონდა კარგი სეზონი ქონდა კარგი მომისმენე მაგრამ ეგრე ხო არა ვარ შეხა ვინც მაგიტო ხალხო ნახევრად სახალისო ამბავია რა თქმა უნდა კაცო 6 გუნდი ყავს კანადა ჩეხეთი პარაგვაი საოცარობით განა ირანი და ნორი გვინდა მე მიტუნას ბიჭები მინდა რომ აქაც გავიყვანო განა მე შენ საყვარელი სემენიოთი განა მეც მინდა რომ გავიყვანო და მაშინ მე მინდა რომ აქ გავიყვანო გითმობ ბიჭო სამივე მასპინძელი იქნება ანდრო იქან არა არ იქნება ხო არის ლოგიკა მაგაში ამერიკა მექსიკა ყავს ამიტომ კანადა დავტოვოთ და მაშინ ჩეხეთიც არ მგონია მე მაშინ ირანი პარაგვაი საოცარაბეთიდან ირანი შენ თუ მაქვს სულის კვეთებას და იმას აწვევი რომ ირანი ყველაფერს დადებს იქ და ფეხბურთის სათამაშოდ მომზადებულები იქნებიან მენტალურადაც და ყველანაირადაც მაშინ მაგ მესამე ადგილსაც რეზა ფეხლევი გამოკარავენ ირანს ხო ზელანდია ყავს თან ჯგუფში და ზელანდია შეიძლება პარაგვაისთვის ყავს გამახსენე პარაგვაის ყავს ვიღაც ნორმალური ავსტრალია მართალია პარაგვაის უფრო გაუჭირდა ირანი კაი კარგი წავიყვანით ჩვენ ირანის შემდეგ ეტაპზე და აი ხა იწყება შოუ მივადექით მსოფლიო ჩემპიონატს მეგობრებო